ყოველდღიური დავალებების უმეტესობა კონტექსტურ ინფორმაციას და მრავალსაფეხურიან შესრულებას მოითხოვს, რაც დღეს რობოტებისთვის საკმაოდ რთულია. თუმცა მსოფლიოში, სადაც ტექნოლოგია სულ უფრო ძლიერდება, გასაკვირი არაა, რომ რობოტებიც სწავლას ახალი გზებით იწყებენ. როგორც აღმოჩნდა, ახლა მათ აზროვნება, დაგეგმვა, გარემოს შეგრძნება და დამოუკიდებლად მოქმედებაც კი შეუძლიათ. ეს ყველაფერი კი Google-ის ახალი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების ხარჯზე. Gemini Robotics 1.5 და Gemini Robotics ER 1.5-ის გამოყენებით რობოტები მეტად ზუსტები და სწრაფები ხდებიან და ამასთან მრავალსაფეხურიანი ამოცანების შესრულებაც შეუძლიათ. Aloha, შეგიძლია ეს ხელი ფერების მიხედვით გადაანაწილოთ ებშებზე? Sure, I can certainly help you do that. რა თქმა უნდა, ამაში ნამდვილად შემიძლია დაგეხმარო. მოვათავსოთ მწვანე ხილი მწვანე თეფშზე. Gemini Robotics 1.5 Google-ის ყველაზე განვითარებული VLA მოდელია, რომელიც ვიზუალურ ინფორმაციას და მითითებებს მექანიკურ ბრძანებებად გარდაქმნის, რათა რობოტმა დავალების შესრულება შეძლოს. ეს მოდელი ჯერ ფიქრობს და შემდეგ მოქმედებს. ასევე აჩვენებს ამ პროცესს, რაც რობოტებს რთული დავალებების უფრო მარტივად შეფასებასა და შესრულებაში ეხმარება. Gemini Robotics ER 1.5 კი აანალიზებს ფიზიკურ სამყაროს, საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ იყენებს ციფრულ ხელსაწყოებს და ქმნის დეტალურ, მრავალსაფეხურიან გეგმებს მისიის შესასრულებლად. კომპანიის შეფასებით ეს მოდელი ამჟამად საუკეთესო შედეგებს აღწევს სივრცითი აღქმის მაჩვენებლებში. Google-ში ფიქრობენ, რომ ეს მიღწევები დეველოპერებს დაეხმარება შექმნან უფრო ქმედითი და მრავალმხრივი რობოტები, რომლებიც აქტიურად აღიქვამენ გარემოს და მარტივად შეასრულებენ რთულ მრავალსაფეხურიან დავალებებს. დღეს ახალი მოდელები დეველოპერებისთვის Google-ის AI სტუდიაში, Gemini API-შია ხელმისაწვდომი, თუმცა ამჟამად მხოლოდ შერჩეული პარტნიორებისთვის.